სტუდია. მოგესალმებით პატრიცემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. FM 102 და 4 ტალღაზია თქვენი მიმღებები მომართული საზოგადოებრივი რადიოს, რადიო 1-ს უსმენთ და როგორც ყოველთვის ღია სტუდია იწყებს სამუშაო კვირას პოლიტიკური და ეკონომიკური თემით. დღეს ძირითადად პოლიტიკაზე იქნება საუბარი. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე. მოგესალმებით ბატონი ნიკოლოზ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, გამარჯობათ. ჩვენს დიდ მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის და ჩვენს მსმენელებს შევახსენებ, თუ სურვილი გექნებათ რომ ბატონ ნიკოლოზ ღია ეთერში დაუკავშირდეთ, კითხვები დაუსვათ ან იმ თემებზე, რაზეც საუბარი იქნება გადაცემის მსვლელობისას, თქვენს გამოთქვათ მოსაზრება და ამის საშუალებასაც გაძლევთ ხოლმე. აი ამ ტელეფონებით უნდა ისარგებლოთ 240 91 92 და 240 92 92. თემა კი ძალიან ბევრია, რის შესახებაც და რის გარშემო ძალიან საინტერესო იქნება ბატონ ნიკოლოზის მოსაზრებების მოსმენა. ძალიან ავტორიტეტული, სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანება და ბატონ ნიკოლოზიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის. ჩვენთან დღეს პირველად არის სტუმრად, გულახდელთ გითხრათ, ძალიან მიხარია რომ ბატონ ნიკოლოზი მოვიყვანეთ ჩვენს სტუდიაში სტუმრად და ბატონ ნიკოლოზ შეიძლება ძალიან ბევრი თემაა მართლა და მოდით დავიწყოთ ერთ-ერთი უახლესი და ძალიან საინტერესო თემით. ეს პროკურატურაში რომ შეიქმნა ახლა ახალი სამსახური. არის უამრავი მოსაზრება გამოთქმული ამასთან დაკავშირებით და არის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები. რამდენად საჭირო იყო, რა იქნება პრიორიტეტები ამ სამსახურისა და ერთ სიტყვით აი თქვენეული ხედვა რომ დაგვანახოთ და გვითხრათ ამის თაობაზე და მე სხვა კონკრეტული კითხვებიც გვექნება ჩვენს და ალბათ ჩვენს მსმენელებსაც. გასაგებია. რა თქმა უნდა, მოლოდინი სამართლიანობის აღდგენისა საზოგადოებაში არის კლავაც დიდი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძირითადი მესიჯი საზოგადოების არჩევნების წინ იყო, რომ ეს წართმეული ქონებები, უკანონოდ გასამართლებული პირების საქმეები გადახედულიყო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ დღეს აი ამ დეპარტამენტის ამოქმედება, ეს არის პროკურატურის სისტემაში არსებული დეპარტამენტის სამართალდამცავების პროცესში ჩადენილ დანაშაულებებს ეხება ეს დეპარტამენტი. გამოიძიებს იმ საქმეებს, ეს არის ქონება ჩამორთმეული, უკანონოდ გასამართლებული პირების საქმეებს. ხა არის საუბარი იმის შესახებ, რომ რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება ამ დეპარტამენტის შექმნას, ორი აზრი არ არსებობს, რომ რა თქმა უნდა, ის ვისაც წაართვეს ბიზნესები, ქონებები უნდა დააბრუნდეს, მაგრამ აქ არის საუბარი აი რამდენად დროული იყო თუ დაგვიანებული იყო, ბევრი თვლის რომ დაგვიანებული იყო ეს აქამდე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს თუ რატომ შეიქმნა ეხლა და რატო არ შეიქმნა ადრე. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, ბევრი კითხვები არსებობდა, რომ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ძველი კადრები, აქედან გამომდინარე, თუ კი ეს სისტემა არ გაიწმინდებოდა გარკვეულ აი ამ ძალებისგან, შეუძლებელი იყო იმ ხალხს განეხილა ეს საქმეები. დღესაც კი არსებობს გარკვეული კითხვები, რომ თლად ბოლომდე არ არის გაწმენდილი სტრუქტურა აი ამ ძველი კადრებზე. აქ ძველ კადრებზე რო საუბრობთ, იმაზე კი არ ნიშნავს, ხა შეიძლება ძველი კადრი იყოს და პროფესიონალი იყოს. ამ შემთხვევაში საუბარია ძველ კადრებზე, რომლებიც უშუალოდ დანაშაულებებში იყვნენ რეალურად მხილებულები და მათ მიმართ კითხვები არსებობდა, თორე ხა რამდენი ხელისუფლება მოვა, ხა ხალხი გაუშვათ სამსახურიდან, ეს ნონსენსია, ხო? მაგრამ თავის მიერ არასწორად შეკერილ ბოდის ვიხდი ამ გამოთქმაზე. თავის მიერ არასწორად შეკერილ საქმეს თვითონ როგორ გამოიხციებს, აი ამაზეა საუბარი. და ეს დეპარტამენტი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ აქ მომუშავე პროკურორები არიან ის ხალხი, რომლებიც წინა წლებში არ მუშაობდნენ პროკურატურის სისტემაში, ანუ მათ გარკვეულწილად არ ექნებათ გავლენა იმ ძველ საქმეებზე. ადრე იყო რაღაც ესეთი კურიოზული შემთხვევები, როდესაც მაგალითად საქმე ეწერებოდა იმ პროკურორს, რომელმა პროკურორმაც გამოიტანა იმ პირის მიმართ ესეთი უკანონო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ჩვენ
განაზღვეული ვართ ამ კუთხით. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ აი სასამართლო სისტემაში უკვე მიმდინარე ცვლილებები დაემთხვა ამ დეპარტამენტის შექმნას და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ კუბლაშვილი წავიდა, ეხლა დღე-დღეზე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება და სწორედ ამ პერიოდში ხდება ამ დეპარტამენტის შექმნა. ეხლა როდესაც ჯერ დეპარტამენტი აი ფორმირების პროცესია, იქ დალაგება მიმდინარეობს პროკურატურაში ამ სისტემისა და მე ვფიქრობ, რომ თუ რაც არ უნდა კარგად იმუშაოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურებმა, თუ სასამართლო არ იქნა დამოუკიდებელი, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება ვერ დადგინდება. აქედან გამომდინარე, როდესაც სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება, მე ვფიქრობ, რომ განთავისუფლდება იმ წნეხისგან, რომელიც აქამდე იყო. იმიტომ რომ კარგად გახსოვთ 0%-იანი გამომართლებელი განაჩენების სტატისტიკა, აგრეთვე არც ერთი შუამდგომლობა თითქმის არ კმაყოფილდებოდა დაცვისას. თქვენ თუ გახსოვთ ალბათ და ვერც გაიხსენებთ ალბათ, რომ მაგალითად აკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სასამართლო გირაოს უფარდებდა ბრალდებულს. ეგეთი რამე არ არსებობდა. ყოველთვის პატიმრობა თითქმის 99%-ში იყო და დღეს ხედავთ, რომ აი იგივე ახმაურებული აი საქმეებზე ბრალდებულები აი ამ აკვეთი ღონისძიებით, ახლა თუნდაც ბოლო მაგალითი ავიღოთ, ხა კირკიტაძესთან დაკავშირებით, როდესაც აკვეთი ღონისძიება გირაო იქნა შეფარდებული. გამორიცხული იყო სააკაშვილის დროს ესეთი რამე მოხდარიყო. დღესაც არსებობს ბევრი კითხვები, რომ ამ სასამართლო სისტემაშიც არიან ის პირები, უშიშროების პროკურატურის ძველი კადრები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სასამართლოზე, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ახალმა თავმჯდომარემ რეფორმები უნდა ჩაატაროს და ეს გარანტი იქნება, რომ საქმეები გადაიხედება ობიექტურად. ის კი არა, ბატონ ნიკოლოზ, ერთგვარად საყვედურსაც გამოთქვამენ ადამიანები, რომ აი თქვენ როდესაც საუბრობდით, დაგვიანებული ხომ არ იყო ამ დეპარტამენტის შექმნა. კბილაშვილის მიმართ ამბობენ იმას, რომ აუცილებლად უნდა დაიკითხონ კიდეც კბილაშვილი და ნაცვლიშვილი. ასეთი მოთხოვნაც არის საზოგადოებაში. აბადეთ, ვიდრე ამაზე კომენტარს გააკეთებთ, სმენელის გველოდება და მისი კითხვა მოვისმენოთ. ალო, გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო გოგი. გამარჯობა. მივესალმები ბატონ ნიკას. ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო გოგი, ბატონო ნიკა. ეს ბატონო სასამართლომდე საკითხავია, მივა თუ არ მივა სასამართლომდე ამ ბიზნესის. თუ კი მივიდა მაინც ასეთი სასამართლომდე, რა ფინანსებით იქნება? ანუ ბიუჯეტიდან იქნება, ისედაც გარღვეული ბიუჯეტიდან იქნება? ანაზღაურება. გასაგებია თქვენ რასაც კითხულობთ. მადლობა. და ძალიან საინტერესო კითხვა და ძალიან პრობლემური, სხვათა შორის, ბატონ ნიკოლოზ. ეს არის ბოლო სტადია მქონების დაბრუნების საკითხი, როდესაც გადაწყდება, მანამდე უნდა გამოიკვეთოს რა დანაშაული მიუძღვის ამა თუ იმ პირს. აქ დადგება საკითხი იმისა, რომ თუ კი მაგალითად ხდებოდა, ეხლა მე მაქვს ბოლო შემთხვევა, როგორ მაგალითად სახელმწიფოს აჩუქებდნენ მიწებს. ეს ხო ნონსენსია, ეხლა რომ ბიზნესმენებს მაგალითად იჭერდნენ, მერე მიდიოდნენ იქ ღამის ნოტარიუსებს უწოდებდნენ და მიდიოდნენ ეს ნოტარიუსები და ეხლა რომელი ჭკუატყოფელი ადამიანი აჩუქებს სახელმწიფოს ქონებას ან რეალურად ბიზნესს გადაუფორმებს, ხო? და აი ესეთი საქმე, ხო, როდესაც ასეთი საკითხი ხდება, ამ საკითხების განხილვა, რა თქმა უნდა, იმ პირებმა, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მათ უნდა აგონონ როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით, ასევე მატერიალურადაც დაეკისრებათ, რა თქმა უნდა. ანუ ამ ადამიანებს ეხლა თუ კი მათ რეალურად ვეანაზღაურებენ, ეხლა ზოგ შეიძლება გადამანულობაში ოფშორებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელით მოხდა ამ ადამიანების მიმართ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დადგება სახელმწიფომ უნდა ანაზღაუროს ზიანი. და ეხლა სიმართლე რო გითხრათ, აი ძალიან დიდი გაბერილი ციფრები სახელდება, რომ რაღაც მილიარდებზეა საუბარი, არც ისეთი უსაშველო თანხები არის, რომ აი ამ ხალხს დაუბრუნდეს. ამასთან ერთად სახელმწიფოს აქვს უამრავი ქონება, ანუ მიწის სახით. შეიძლება სახელმწიფომ გარკვეულწილად მაგალითად წყნეთში თქვათ რაღაცა მიწა წაართვა ბიზნესმენს ადგილმონაცვლეობის პრინციპით სხვაგან მისცეს. ამასთან ერთად მოხდება სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის გარიგება, რა როგორ უნდა მოხდეს. უამრავი მიწები არსებობს, რომლებსაც ჩვენ უცხოელებზე ვიდით, ხო? და თუ კი სახელმწიფოს ფინანსები არ აქვს, თქვენს კარგად იცით, რომ ჯერ ჩვენ აი პრობლემები გვაქვს ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამის გარკვეულწილად ანაზღაურება სხვა სახითაც შეიძლება მოხდეს და ეს უკვე მოლაპარაკებების სტადია იქნება. იმიტომ რომ სახელმწიფოსაც ძალიან უჭირდა. სწორედ ამიტომაც არის ესეც არის განპირობებული, რომ ეს საქმეების გადახედვაც აი ესე იწელება, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად ბიუჯეტზე საუბრობენ, მაგრამ ნაციონალებმაც არ დატოვეს საკმაოდ ხელსაყრელი და რაღაცა ისეთი ბიუჯეტი საქართველოში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, გამგეობებში საერთოდ არ იყო თანხები და ამიტომაც ვერ ხორციელდებოდა გარკვეული პროექტები და ეხლა დაიწყო რაღაც გზების კეთება.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ კუთხით რომ საკითხის დასმა რომ სახელმწიფოს ფული არ აქვს, ამიტომ საქმეები არ უნდა გადაიხედოს, ეს არის სრული ნონსენსი, იმიტომ რომ საზოგადოება მისცა ხელისუფლებას ხმა, იმიტომ რომ საქმეები უნდა გადახედულიყო და ერთი რამეც არის კიდე რომ აი ხა ბევრი შესული არის გაცხადება, ხო, ბევრი ვერ დაკმაყოფილდება, აქედან 30-40% თუ დაკმაყოფილდა, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არის რა თქმა უნდა უდადაშაულო, ის ვიბართ იქ და გაბოტადილი უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ ამის დამტკიცება იქნება რთული. აი მაგალითად ნარკოტიკულ დადაშაულებებზე. ადამიანს ჩაუდეს ნარკოტიკი. აი ხა როგორ უნდა დაამტკიცოს იბადავიან, მაგრამ ნარკოტიკი ჩაუდეს. ცხელკვალზეც კი ძნელია მაგის დამტკიცება. ხო, ცხელკვალზე, იმიტომ რომ ხა თუ კი მაგალითად ისინი არ აღიარებენ თვითონ ეს პოლიციელები ჩაუდო, სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული. არის სხვა საქმეებიც კიდე რომ მაგალითად აშკარად ჩანს, მაგრამ თუ დამტკიცება არ მოხდა, სასამართლო ხო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ბევრი ხა მართლა ხა ვერ ვიტყვით რომ ყველა უკანონოდ გაასაბარტეს. არის ხალხი რომ მართლა კანონიერად მოხდა მათი გასა. ამიტომ ესე სასახად ხა ყველას გონია რომ აი ხა ვინ შეიტანა ყველა აი ამიტომ მართლა საჭირო იყო ეს დეპარტამენტი. ხო, ხა ყველა გამართდება, ესე არ იქნება, რა თქმა უნდა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადაიდგა ეს რომ ეს დეპარტამენტი შეიქმნა, ჩვენს გვაქვს მოლოდინი. შეუძლებელია რომ სახელმწიფომ არ დააყენოს ბოლოს და ბოლოს საკითხი რომ აი ამ საქმეების გადახედვის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლოს და ბოლოს ძალიან ისეთი მუხტი იფეთქებს საზოგადოებაში და ამის დასტურია ის 25,000-იანი აქცია, რომელიც გაიმართა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ну ამის მოთავე იყო პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც ჩაატარა ესა და ანუ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ითხოვს ერთ სამართლიანობის აღდგენას და ამიტომ ეს უნდა იქნას დაკმაყოფილი. კი ბატონო, ყველაზე დიდი და ყველაზე სერიოზული საზოგადოებრივი დაკვეთა დღეს და წლების განმავლობაში უკვე რამდენი მესამე წელია ეს არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი დაკვეთა. რასაკვირველია სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ბრძანდებით უფლებადამცველი თუ ამ თემასთან დაკავშირებით იქნება რაიმე შეკითხვა, ჩვენ კი ბატონო, ცირფას რადიომსმენელობა როგორც ყოველთვის მზად ვართ, ბატონი ნიკოლოზ მზად არის თქვენ შეკითხვებს უპასუხოს, მაგრამ მოდით სხვა საკითხებსაც შევეხოთ. სულ ახლახანს გუშინ და დღეს უკვე სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად ტრიალებს, ასე ვთქვათ, მუსირებს ის თემა, რომლის საუბარზე პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, რომ უშუალოდ სააკაშვილის დავალებით იგეგმება სამი პიროვნების, რომლებიც ამჟამად დაპატიმრებული არიან, მათი მოწამვლა. თქვენ როგორც უფლებადამცველი, როგორ უყურებთ ამ ინფორმაციას? ძალიან ბევრი ესეთი მსჯელობა მიდის, ხო გეუბნებით, თქვენს ალბათ შეამჩნევთ სოციალურ ქსელებში თუ ხარ დღეს, ასე ვთქვათ, Facebook-ში ნამყოფი შესული, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი განხილვა ამ საკითხის და თქვენი დამოკიდებულება, თქვენ უფლებადამცველი რომ ხართ, ალბათ უნდა დაიცვათ ადამიანის უფლება ზოგადად მისი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ხო? იცით რა შესაქმე, სააკაშვილის ხელისუფლება გამოირჩეოდა იმისგან, რომ ატარებდა სისხლიან ოპერაციებს და ეხლა იმაზე გამომტყუნებელი განაჩენებიც არის ბევრ საქმეზე. კარგად მოგეხსენებათ, ქალში მაგალითად ავტობუსის აფეთქება მოხდა არჩევნების პერიოდში და შემდგომ ეს რომ მოხდა იმიტომ, რომ დაბრალებოდა რუსეთის ხელისუფლებას. ეხლა რუსეთის რაც არ გვაკლებს ჩვენ თბილ დამოკიდებულებას და კიდე ხა ახალი რაღაცა იქ დაძაბვა მოხდა სააკაშვილის მხრიდან. ამიტომ ეს ადამიანი ასეთი ტიპის პროვოკაციებს უამრავჯერ აწყობდა და გასაკვირიც არ არის ის, რომ ისინი რაღაცა გარკვეული არეულობის შეტანას აპირებდნენ. 15 იანვრის აქცია ფაქტიურად, რომელიც მათ ჩაატარეს, დაანონსებული იყო, მაშინ ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ვერ შეკრიბეს მას. ამიტომ მათთვის ეხლა ყველაზე კარგია რაღაცა როგორმე ისეთი შემოაგდონ მუხტი დაძაბულობისა, რომ როგორმე საზოგადოება ქუჩაში გამოვიდეს. და ესეც დასაშობად მიგაჩვენოს, შეიძლება გაწიროს თავის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა თქვენ გაიხსენებთ თუნდაც ის თვითგვემები ციკლაურისა, ოდესაც თვითონ 5 კაცი აპირებდა მის მანქანაში ჩატენას და რაღაცა რეზინის ხელკეტებით, რაღაცა სპეციალურ საშუალებებით და ეს ადამიანი რამის რემბო გამოვიდა და ვერ მოახერხეს ამ ერთი კაცის ჩატენა იქ მანქანაში 5-მა თუ 10-მა კაცმა და ეს სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ შემდგომ საზოგადოებას წარმოჩენილიყო, რომ აი როგორი ძალადობებს აქვს ადგილი და ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც საპატიმროებში არიან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს პენიტენციალური სისტემა არ იყო დაკომპლექტებული ჯალათებით. კი ბევრი გაუშვეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კლავაც იყვნენ იქ
ის ხალხი, რომლებსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ ის, რაც ირმამ გააკეთა, ეს არის პრევენცია გარკვეულწილად საზოგადო ამ შემთხვევაში და იმიტომ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მოწოდება, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ჩვენს გარკვეული ინფორმაციები მოგზდის იმის შესახებ, რომ აპირებენ ისინი გარკვეულწილად არეულობის მოხდენას, მაგალითად, აი ოპოზიციური სპექტრის ლიდერებს და არასამთავრობოებზე მათ მიერ რეალურად აფინანსებულ სატელიტებზე თავდასხმების ინსცენირებას, მოწყობას, რომ შემდგომ ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. მე შემდგომში ჩართულია სრული მოცულობით ეს მოძრაობის მიერ კონტროლებადი ტელევიზიები და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერზე არის ეს ხალხი წამსვლელი. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებამდე ის არჩევნებს არ დაელოდება და ხელისუფლებაში დაბრუნდება, არის თუ არა ეს მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ახლა თუ კი არჩევნებამდე უნდა მოხვიდე, ავტომატურად ჩდება კითხვა, რომ ეს უნდა მოხდეს რევოლუციური ან სახელმწიფო გადატრიალების გზით. ამისთვის კი არის ფონის შექმნა საჭირო. აი მე გაგახსენებ თუნდაც აი ბევრჯერ მსმენია, რომ აი იმ ხალხისგან, ვინც აი ნაციონალურ მოძრაობას ხარს უჭერენ, რომ აი თქვენ გაიხსენეთ რა წლები იყო შევარდნაძის დროს, არჩუკი იყო, არწყალი იყო, არცგაზი იყო და ბოლოს და ბოლოს ეს მაინც როგორ არ უნდა დაინახოთო, რომ აი ამ ადამიანმა ეს გააკეთა. ეხლა მე გისვამთ კითხვას. 2003 წელს მართლაც არ იყო შუქი, გაზი, წყალი, ხო? და 2020 რომ მოვიდა 2003-ში სააკაშვილი ხელისუფლებაში, რაიმე ახალი ელექტროსადგური აშენდა, ჰიდროელექტროსადგური აშენდა, თბოელექტროსადგური აშენდა, რამე სისტემაში ისეთი გარღვევა მოხდა, რომ ყველაფერი ერთბაშად მოხდა ყველაფრის დაბრუნება. ეს კეთდებოდა სპეციალურად. ანუ მაშინაც ის ძალები, რომლებიც აი ზურაბ ჟვანია, იგივე გიორგი ბარამიძე, იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრი, ეს ხალხი იყო ხელისუფლებაში. ანუ ხელისუფლებაში იყვნენ და გინდა მაჭო, ამათ ქონდათ ბერკეტები ხელისუფლებაში. ანუ არ იყვნენ ისინი ოპოზიციური სპექტრი, მერე გადავიდა. ამიტომ ისინი სპეციალურად აკეთებდნენ აი ამ თავიანთი რეალურად ძალების მეშვეობით, რომ ხალხში გამოწვეული იყო უკმაყოფილების მასა. ეხლა ეს გათიშვები გახსოვთ, ეს დაუთავებელი ეს მეცხრე ბლოკი, რომელიც საზოგადოებას არ დაავიწყდება. და დღესაც დღეს ამას ვერ მოახერხებენ, რომ ახლა შუქები გამორთონ, ახლა ეს ძალიან ისეთი ის იქნება, ხო? ამიტომ ესენი ცდილობენ ახლა სხვა მეთოდებს მიმართონ და ეს მეთოდები კი მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად მოახდინონ გარკვეული თავდასხმების ინსცენირება და მკვლელობაზეც არ წავლენ ისინი, იმიტომ რომ ეს ზალა, რომელიც ახლა აი სააკაშვილმა თქვა კიდევაც, რომ მე მივდივარ ხელისუფლებიდან და უკვე მე აღარ ვიქნები, აღარ ვიბრძოლებ და ვაცლი ამ ხელისუფლებას. როგორც კი წავიდა, ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტობიდან წასვლის შემდგომ ინსტიტუციერად მოქმედებს უკვე რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ და ეხლა ეს გაუთავებელი ბრძოლა კი შეიძლება ძალიან საზიანო იყოს ქვეყნისათვის. ეხლა როდესაც უკრაინაში ხარ, შენ ის სხვა საკითხია, უკრაინაში ხარ და იქ უკრაინის ხელისუფლებას უმტკიცებ იმას, რომ აი საქართველოს ხელისუფლება შენს წინააღმდეგ მოქმედებს, ისინი არიან რეალურად პრორუსულები და მოქმედებენ შენს წინააღმდეგ, ეს არის თუ არა ქვეყნის ღალატი. მართლაც რომ რაღაცა ესეთი მსგავსი ტიპის რაღაცა ისინი იყოს ინსინუაციები, ხო? ესეთი რამე როგორ უნდა გააკეთო, ეს პირდაპირ ქვეყნის ტრობა, რასაც ისინი აკეთებენ. უნდათ რომ გარკვეულწილად პრობლემა და არსებობს კიდევაც ეს პრობლემა, რომ იყოს უკრაინასა და საქართველოს შორის. ამიტომ ეს ადამიანი დღენია და სულ ცდილობს რომ ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ქვაქვაზეც უნდა რჩენილა და რეალურად პრობლემები შექმნია ქვეყანას. აი ეს არის ყველაზე ცუდი და ამიტომ მე ვფიქრობ რომ საზოგადოება ჩვენ უკვე გავიზარდეთ, ეხლა აღარ არის ის რომ 90-იან წლებში მაგალითად ეხლა შეერაღებული გზით მოხდა გადატრიალება 2003 წელში მოხდა ესეთი რაღაცა, ამიტომ რაღაცა გაკვეთილებზე ვსწავლობ და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ დასკვნები იქნება გამოტანილი. რა თქმა უნდა არის პრობლემები ქვეყანაში და რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული საფუძველი იმისა რომ რაღაცა უკმაყოფილება იყოს, მაგრამ აი როდესაც სოციალურ თემებზეა საუბარი, მე მიკვირს იცით რა თითქოს ისეთი რაღაცა სურათს ხატავენ რომ აი ამ 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი რომლებიც ეხა ნაგავში იქება ბუტერბროდებზე იყო გაზრდილი და რაღაცა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა ქონდა ჩვენ რომ რეალურად პრობლემები არ იყო ის ქალაქებიც კი ეხა მე ადრე ვთქვი ერთ ტელეკომპანიაში რომლებზეც აპელირებს ნაციონალურ მოძრაობას სიგნალზე, თელავზე და აი მშენებლობაზე რის ხარჯი ხდებოდა აი ამ ქალაქების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდებოდა რეკეტის ხარჯი. ჩარკვიან ბათუმის ბიზნესმენი ახლა გავიხსენე ადამიანმა
ყველაფერი წაართვეს, ანუ რაღაცას რო აკეთებინებდნენ ობიექტებს, ფულს არ აძლევდნენ და ყველა თითოეულ ობიექტზე 2 მილიონი არ მისცეს და აკლეს, იქ 3 მილიონი გააკოტრეს ეს ადამიანი, ბოლოს იძულებული გახდა რაღაც სახლი ჩაედო, კარი ჩაედო და იქამდე მიიყვანეს კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. და როდი ამ თვითმკვლელობით რო დაასრულა, წერილი დაწერა გამოსათხოვარი წერილი და იქ ეწერა იმ წერილში რომ ჩემი სიკვდილი არის ზურაბ ადეიშვილის კისერზე და ის ჩემი სიკვდილით ვერ გაიხარებს. აი პირდაპირ ამ სიტყვებით ეწერა. ეხლა ბოლოს აი იმ შენის დირექტორი აპირებდა თვითმკვლელობას. ადამიანი იგივე სახელმწიფო კანცელარია აშენებინეს, თბილისის პროკურატურა, თბილისი მერიოტი, ქორთიერთ მერიოტი, ყველა ობიექტებს აშენებინებდნენ ბიზნესმენებს და ფულს არ აძლევდნენ მე. და აბა ერთი ხმა მოიყო. ეს აი ამის ხარჯი ხდებოდა. და ბოლოს იქამდე მივიდნენ უკვე საკუთარი გუნდის წევრების რეალურად დარეკეტება დაიწყეს ამათ. და ამიტომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, როდესაც აი საუბრობენ იმაზე, რომ აი მიხელს რაღაცა შენდებოდა, ჯერ ერთი უამრავი ვალის ხარჯზე შენდებოდა რაღაც. მე ხორციელდებოდა ეს მშენებლობები აი ამ ზუსტად რეკეტის ხარჯზე და მე ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე დასკვნები უნდა იქნას გამოტანილი. ახლა ყველაფერი შეიძლება ამ ხელისუფლებას დააბრალო, მაგრამ ის რომ ბიზნესი თავისუფალია, ის რომ მედია თავისუფალია და ახლა თითქმის ყველა ტელევიზია ამ ხელისუფლებას აგინებს, მე მგონი რა და რასაც აკეთებენ ისიც ვერ მიაქვს საზოგადოებამ. ის რომ რეალურად საზოგადოებას აქვს რაღაცა განცდა იმისა, რომ არ უსმენენ და შეუდა თავისუფლად ილაპარაკობს. ახლა კი არის ეს პროპაგანდა, რომ რაღაცა გვისმენ, მაგრამ მე ვერ აღვგზნობ და ვერავინ ვერ გვწევ ამას. ეს უნდა აისახოს მათ თუ გისმენ რაღაცა შემდგომში ნაბიჯებში. და ეს ყველაფერი არის საწინდარი იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში რაღაცა ხორციელდება. მე ჯანდაცვაში ხან ხო 50% ბიუჯეტისა ჯანდაცვაში მიდის. ადრე ადამიანები რაღაცა რომ მოგშლო და ხელს არ მოკიდებდა ექიმი. 80-70% დღეს ფინანსდება ეს ჯანდაცვა. მაგრამ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, უამრავი პრობლემაა და ყველაზე დიდი პრობლემა არის სამართლიანობის აღდგენა. ვერაფერი საზოგადოებას ვერ მისცემს რაღაცა თვითმაყოფილების უფლებას, თუ კი მისი წართმეული უფლებები არ იქნა აღდგენილი. თვით ლიბიის დიქტატორია ეს კადაფი, რატო ჩამოაგდეს? იქ ეხა ეკონომიკური მდგომარეობა იყო მშვენიერი. ხალხს ქონდა საკმაოდ კარგი დაფინანსება, ხელფასები, მაგრამ იყო დიქტატურა. და აი ამას ვერ შეეგუა საზოგადოება. თუ მარტო იქ ეხა ისა ყოფილა იქ რაღაცა გარედანაც მოხდა ინსპირირება ყველაფრის, იმიტომ რომ იქ ნავთობზეა ეს ქვეყანა და რაღაც სხვა პროცესები იყო, მაგრამ ფაქტია რომ აი არადემოკრატიულმა ნაბიჯებმა და ხელისუფლების გააიძულა ხალხი რომ გამოსულიყო. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენში ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის რეალურად ის რომ საზოგადოება ითხოვს აი ამ თავისი წართმეული უფლებების დაბრუნებას და ამ დიდი მადლობა და ეს იწყება როგორც ჩანს სერიოზულად კიდევს ამას ხელისუფლება ხელს ხო? მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ეს არ დაწყებულა, იმიტომ რომ ეხა შემოქმედები შემოქმედნი ამ რეჟიმის ამ ძალადობისა არიან დღეს ციხეში, მე მაქვს საუბარი ბაჩან ახალაიაზე, ვანო ბერაბიშვილზე, გიგი ულავაზე. რომლებსაც უკვე დაუმტკიცდათ. კი, ბევრს დაუმტკიც და გარკვეულების ზედოფში ზოგისზე არ დამტკიცებულა. და უამრავი კიდე ისეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ბევრი ძებნილია. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ეხა ამ პასუხი არავის არ მოთხოვია. მაღალჩინოსნებზე მიდის უკვე მუშაობა, მაგრამ ეხა არის საუბარი უშუალოდ აი ამ საქმეებზე, თითოეულ ადამიანის საქმეებზე, რომელიც დაიწყოს გამოძიება. კი ბატონო, შეგახსენებთ ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო, ღია სტუდია პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუდიის სტუმარი დღეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია უფლება დამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე. ჩვენი ტელეფონების ნომრები 240 91 92, 240 92 92. ახლა მსმენელი გველოდება, მაგრამ ერთი პატარა შეხსენებაც, ვისაც სურვილი გაქვთ რომ ჩვენი გადაცემა მოისმინოთ განმეორებით, ან რაიმე ფრაგმენტმა შეიძლება და გაინტერესა და იმ ფრაგმენტის მოსმენა გინდათ გადაცემიდან, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია Radio 1.G, Radio 1.G და ნებისმიერი ღია სტუდიის გამოშვების მოსმენას შეძლებთ. ჩავთოთ ახლა მსმენელი, გისმენთ ეთერში ხართ, ალო. გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. ბატონო ნიკა. გისმენ. სოსოს კარიშვილმა თქვა გუშინ რომ ლოპოტის საქმეს არც ეს ხელისუფლება გამოიძიებსო. რაშია საქმე, რა ტრაგედია მოხდა ისეთი, რომ არც ერთი ხელისუფლება არ გამოიძიებს. ვის საქმეს მოდის? ლოპოტის საქმეს. ლოპოტის, ერთი. გასაგებია, მადლობა შეკითხვისთვის, კიდევ ერთი მსმენელი გველოდება. ალო, გისმენთ? გამარჯობა ბატონო გოგი. გამოგიმარჯობთ. სტუმართა ესეთი კითხვა მაქვს. კერძოდ, ესეთი ორგანიზაცია კი უნდა შექმნილიყო, მაგრამ ხო არ გამოიცე რომ ეს ორგანიზაცია
დეპარტამენტი, ორგანიზაცია არა, დეპარტამენტი. დეპარტამენტი ხო, პრაქტიკულად, რომელიც შიგნით შეიქმნა, ეთქობა ისე იგივე ხელფასებზე, უბრალოდ გადააჭრუფეს თანამშრომლები. რაღაცას გააკეთებს მოვალეობის და მიზნის შესრულებით, ისე როგორც ეს არის მოსული პოლიტიკაში, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არჩევნების წინ მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენი PR კამპანიით თქვენ შეგიყვანოთ, როგორც ეთქვიან, შეცდომაში ხმა მიგაცემინოთ ჩვენს ინტერესებისთვის, ჩვენი ხელისუფლებაში მომხალწებისთვის და მერე ბოდიშის მოხდასაც არ დაიშვით იმასთან დაკავშირებით, რასაც ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ მას აგიხსით მარტივად და ყველანაირი საბას ვნახავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენი ახსნა განმარტება იმ საქმის გაუკეთებლებასთან დაკავშირებით იყოს რაღაც ნორმალურ ფაქტებში ჩასმული, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიტყვით, რაც დაიწყო სააკაშვილმა, ეს იყო იქიდან გამომდინარე, რომ შევანადის დროს მიტაცებული სამხედრო როგორც ვიტყვიან სახელმწიფო ქონება, რომელიც კაპიკებში ჩაიგდეს ხელში და ამითი პრაქტიკულად მოსახლეობის დიდ ნაწილის ემიგრაციას შეუწყეს ხელი, ის იყო ჩამორთმეული და ხელახლა გადმოკიდული, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც კი მიეჩვენ ისინი, როგორც ვიტყვიან, მუქთა ფულის კეთებას, უკვე მერე მადაზე მოვიდნენ და სხვებსაც მიადგნენ, მაგრამ აი საკოლაზე მთავარი ის არის, აი რამდენად იქნება ეს სახელმწიფოებრივად განხილული, რომ რაც სახელმწიფოს ერგებოდა, სახელმწიფოს ფარგლებში დარჩეს და არა აქვს ამას უკვე მნიშვნელობა ვის ხელში არის და იყო და დღეს და რაც კერძო პირს ეხებოდა თავისი როგორც ვთქვა შრომა ჯაფით ნაშრომი, რომელიც შეიძლება საზღვარგარეთ გარეთ წავიდა, ჩამოვიდა აქ რაღაცა დაიწყო, იმას ის დაუბრუნდეს, იმიტომ რომ სახელმწიფოები ქონების ეხლა ვიღაცისთვის კიდევ ისევ დაბრუნება ის ვინც ადრე მიეთვისა კაპიკებში ჩალისფაში და ამის გამო სახელმწიფოში ცუდი ეკონომიკური სიტუაცია გამოიწვია, ეს მე მგონი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ იქნება რა. გასაგებია, დიდი მადლობა. ფაქტობრივად კითხვა ასეთ იყო დასმული, თუ გჯერათ თქვენ და თუ გაქვთ იმედი, რომ ბატონმა ნიკოლოზმა უკვე თქვა ისე ამის თაობაზე, რომ მე მჯერავ, რომ დაახლოებით 30-40% შეიძლება დაბრუნდეს და თუ დაბრუნდება, ესეც წარმატება იქნება. არა, ეს თვითონ საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ხა შეუძლებელია, რომ ყველა ადამიანი გამართდეს, იმიტომ რომ იქ ამაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ხა პესიმიზმი არსებობს და ხა თუ არ მოხდება, ხა ეს მოვალეობის მოხდის მიზნით არის გაკეთებული, საზოგადოება გამოუწევს განაჩენს ამ ხელისუფლებასაც, იმიტომ რომ ხა რეალურად ჩვენი ძირითადი მესიჯი იყო აი ამ სამართლიანობის აღდგენა, ამიტომ ამ ხელისუფლებამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მივდის ყველაფერი თანმიმდევრულად. ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი მოვიდა ხელისუფლება, დაიწყო მაღალჩინოსნების რეალურად დაიწყო ამ საქმეების გადახედა. ევროპაში შეიძლება ისეთი სახე მისცემოდა ამ ყველაფერს, რომ მისცემოდა ესეთი ფორმულება, მოვიდნენ რევანშისტები და ეს მაშინ ჩვენ იცით რა არის, არ უნდა დავემსგავსოთ სააკაშვილის ხელისუფლებას. თუ ჩვენ იმავე მეთოდებით დავიწყებდით ამ სამართლიანობის ადგენას, განსხვავება არ იქნებოდა ამ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის. დღეს რომ ეხლა მე ვთქვი კიდევაც, რომ ხელისუფლებას იმავე მეთოდებით ემუშავა, როგორც აი 2020 წელს იყო რა იმ ძველ ხელისუფლებას გაუსწორდნენ, ხო? რეიტინგი ამ ხელისუფლების იქნებოდა გაცილებით მაღალი, იმიტომ რომ საზოგადოებას ეზრუნებოდა უფრო სწორედ. მაგრამ ეს არ იქნებოდა დემოკრატიული. ამასთან ერთად თქვენ კარგად მოგიხსენებათ, როგორი დაწოლაა დასავლეთის მხრიდან. ბევრი თვლის, რომ მაგალითად ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი და ევროპარლამენტის დელეგაციები და ევროსაბჭოს დელეგაციები, რომლებიც ადრე ხმას არიღებდნენ იმ უკანონოებაზე და არც ერთი ბიზნესმენი არ მოუნახულებია და არც არაფერი დაინტერესებულა და დემოკრატიის შუქურად უწოდებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას, დღეს ლამის არის, რა ვიცი, აი მათაც ყავდათ მინისტრები დაჭერილი და არც იმაზე არ ავლებდნენ. ხო და ამიტომ არაფერს ამაზე არ იძახდა. ეხა ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აი ამ დაწოლის ფონზე უნდა გვიმოქმედოთ ისე, რომ გარკვეულწილად დასავლეთშიც არ მოხდეს ისეთი მონათვლა სიტუაციის, რომ აი ჩვენ აქ რეალურად მართლა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გვაქვს, რაღაცა რევანშიზმს აქვს ადგილი და რაღაც ადამიანს ამიტომ ყველაფერი უნდა მოხდეს თანმიმდევრულად. მესმის საზოგადოების, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი უკანონოდ იქნა გასამართლებული, არის აუცილებელი ადამიანის ციხეში წასულიყო, ზოგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ამიტომ თითქმის ყოველი მეოთხე მამაკაცი საქართველოში მე მგონი აი ამ კანონთან დაკავშირებით უკვე პრობლემები ჰქონდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების ის მოლოდინი, რომელიც არსებობს, ეს გათვალისწინებული იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ამ ხელისუფლებას დააბრალო, მაგრამ გარკვეულწილად, როდესაც რეაგირება ხდება რაღაცა პროცესებზე, ამას აღიქვამს ეს ხელისუფლება ადეკვატურად. იგივე ეს აისახება შემდგომ ხელისუფლებიდან თანამდებობის პირების გაშვებაში. ეხლა მე არ მახსოვს, რომ ვანო მერაბიშვილი
ღარიბაშვილს მინისტრის მოადგილე დაეჭიროს. ვიხილეთ, რომ აი ესეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი ღარიბაშვილმა დაიჭირა საკუთარი მეგობარი. ასევე ძალიან სერიოზული ხმაური ატყდა ბატონ ნიკოლოზ და დამეთანხმებით, რომ სამართლიანად პრემიების გამო და ამაზეც რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას და არის სერიოზული საუბარი და მე პირადად მჯერა, რომ მართლა შეამცირებენ ამ ხარჯებს. აი ამაზე ვსაუბრობ მე, რომ ეს ხელისუფლება მაჯისცემას უსმენს საზოგადოების და ის რომ მედია მე ჩემთვის არის სიურპრიზი, მაგალითად ეხლა აი სრულად ესე იგი არის ოპოზიციაში, აი როგორი კუთხით იცი რომ აი მაგალითად ეხლა გასაგებია რომ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ დღეს როდესაც აი კრიტიკაზე უფრო მეტია ისაც ხორციელდება, ჩვენ საუბრობდით სანამ მოვიდოდი, ახლა მაგალითად ახლა ისეთი რაღაცა დადებითი ტენდენციები როცა არის ქვეყანაში და ამას რაღაცა ბოლოს უშვებ გადაცემაში, ახლა ნიუსები ვინც იცის და ახლა ტელევიზიის სპეციფიკა კარგად იცის, რომ რაღაცა დადებითი რო ხდება ქვეყანაში და აი ამაზე ხაზგასმა არ ხდება და აი მოვალეობის მიზნით ბოლოში რო გაუშვებ ამაზე სიუჟეტს, ეს არის დამოკიდებულება უკვე მიმდინარე პროცესების და ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, ხელისუფლება მისცა საზოგადოებას განვითარებს. მე ეს რევანშიზმზე როდესაც საუბრობდი, თქვენ ხო ხედავთ, ჩამოთვალეთ უამრავი მაგალითი, რომ ბიზნესმენებს რაც უშვებოდნენ, ხო? ეხლა ყველა დასავლეთშიც და ჩვენთანაც ელოდება ეს ხელისუფლება როგორ პოლიტიკას დაიჭერდა ბიზნესმენების მიმართ. ჩვენ თუ აქ დავიწყებდით რეკეტს და ამ ბიზნესმენების დაწიოკებას, ხო, აქ აღარავინ ჩადებდა ფულს. ეხლა ხალხმა დაინახა, რომ აქ არავითარი ესეთი ზეწოლები და დაწოლები არ არის და ნელ-ნელა უკვე ხედავთ, რომ რაღაც გარკვეული ინვესტიციები შემოდის. ეხლა ესე ერთბაშად და ერთი ხელის მოსმით არ ხდება, რომ ის რაღაცა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ ამას ჭირდება დრო და აი ამ დროს მე მგონა დავალოდო ჩვენ. ბატონ ნიკოლოზ, ვიდრე ლოპოტასთან დაკავშირებით ლოპოტა გამოჩნდა. მსმენელი გველოდება, არა, აუცილებლად შეგახსენებთ ამას, მსმენელი გველოდება ჯერ მოვისმინოთ კითხვა. დიახ, გისმენთ, ალო? ეთერში ხართ? ალო? გისმენთ ღია სტუდია. გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. კითხვა დაუსვა ბატონ ნიკოლოზ. კი ბატონო, გისმენთ. მე მაინტერესებს, გამოძიებულია თუ არა ის საქმე ბატონი ნუგზართი კლაურიც, რომელიც მან გააჟღერა, რომ ეს იყო თვითგვემა მოაწყო. ეს გამოძიებული არის და თუ არის გამოძიებული, მიმითითოს თუ შეიძლება შეიძლება წავიკითხო ის საბრალდებო დასკვნა. გასაგებია, დიდი მადლობა შეკითხვის. ერთი და მე კი ბატონო, ბრძანეთ მეორე. არ არის გამოძიებული და არ არის დასკვნა, რომ ნუგზართი კლაურმა საკუთარ თავს მოუწყო თვითგვემა და ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი, მაშინ ბატონ ნიკოლოზ, ბატონ დიდ უფლება დამცველს სულ მცირე უხერხულობის გრძნობა უნდა აწუხებდეს, როდესაც ასე აცხადებს, რომ ნუგზართი კლაურმა საკუთარ თავს მოუწყო და სპექტაკლი დაცხადა. გასაგებია თქვენი ქალბატონო. მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა. თქვენი ბოლო აი ამ პასაჟის გასაგებია თქვენი დამოკიდებულება. ეხლა როდესაც ვსაუბრობთ აი ლოპოტას მერე უპასუხებ აი კითხვის მე. აი ამ კითხვასთან დაკავშირებით იცით, როდესაც ეს საქმე არ არის გამოძიებული, იმას ნიშნავს, რომ არა ესე იგი აქ მე ხარ არ ვარ პროკურორი და გამომძიებელი და თუ კი მე იმ პიროვნებას არ ვიცავ, არავინ არ გამაცნობს საქმის მასალებს პროცედურულად. და როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ეს თვითგვემა იყო, ჩემი აზრს მოგახსენებ და ეს აზრი ეყნობა იმას, რომ შეუძლებელია ახლა 5-6 კაცი დაგესხას თავს. იმის რეზინის ხელკეტებით, სპეციალური ელექტროშოკებით და ვერ მოხდეს შენი მანქანაში ჩატენა. ესეთი რამე გამორიცხულია. თქვენ ამ დროს ვალერი გელაშვილის გახსენდება. მახსენდებათ, ეხლა ვალერი გელაშვილი გაიხსენეთ თუნდაც. ეხლა თქვენ რატო არ გიჩნდებათ კითხვა ეხლა თეთრზე? ეხლა თქვენ რასაც საუბრობთ ხალბატონო, ეს არის რაღაც თეთრზე შავის თქმა, იმიტომ რომ ეხლა თუ კი ვალერი გელაშვილს, რომელიც ეხლა კარგად მოგეხსენებათ, ფიზიკურად ეხლა არც ისე სუსტი პიროვნებაა, რა უქნეს, რა დღეში ჩააგდეს, ხო? ვინმეს რომ დომებოდა მართლა ციკლაურის რეალურად რაღაცა ჩატენვა და წაყვანა მანქანით და რაღაცა ფიზიკური გასწორება. ეხლა რა გაუჭირდებოდა ერთი 5 კაცი, ეხლა რომელი რემბო მყავს ციკლაური. აი იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს არის თვითგვემა და უამრავი კიდე მაგალითად ეხლა რაც გააკეთა ნაციონალური მოძრაობის სატელიტმა ორგანიზაცია თავისუფლების ზონამ, როდესაც ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტს, ეხლა რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ვიღაცთვის ეს დასავალი, ხო? გაზეთი რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტირაჟირებული გაზეთია, რა გაუკეთეს იმას, ხო?
ცემეს ზადათავია ორჯერ და დაკავებულია ეს პიროვნება სხვათა შორის ეს საქმე იქნა გამოძიებული. ამიტომ საუბრობ რომ ეს ხალხი არის გარკვეულწილად ორიენტირებული იმაზე რომ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და თვითონ კი მოაწყონ რაღაცა შოუები და ეს როდესაც საუბრობ რომ მე მჯერა რომ ეს თვითგვემა ამას საუბრობ იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად ავტობუსი ააფეთქეს გალში რომ დაბრალებოდა მე ეს რუსეთის ხელისუფლებას რომ რაღაცა იქ არჩევნების გაყალბებაზე და რაღაცებზე იყო საუბარი და ეს დამტკიცებულია იმ გალში რომ ხელწერის გამო ხო ხელწერა მათი ეს იყო და ამიტომაც არის საუბარი ამაზე და რაც შეეხება ლოპოტასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს ამაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქმის გამოძიება ამასთან მიმართებაში მე არ ვიცი ახლა რა სტადიაშია როგორც მიმდინარეობს მაგალითად ზურაბჯოვანი ეს საქმე ახლა ერთი რამე არის რა ჩვენ სამწუხაროდ დაჩვეული ვიყავით საქმის გამოძიებას აღიარებითი ჩვენებებით და ეს აღიარებები როგორი აღიარებები იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს კარგად მოგეხსენება გამოძიებას და გახმაურებული საქმეების გამოძიებას მით უმეტეს როდესაც საქმეები ძირითადად ხელკვალზე იხსნება და ეხლა ეს ძველი საქმეები რომლებიც ბევრი მტკიცებულება განადგურებულია და ძალიან ძნელი არის რაღაცა ლოგიკურ დასრულებამდე მიყვა ძალიან რთულია. ამიტომ ზოგი საქმე რომელიც ჯერჯერობით გაუხსნელი არის, ამასაც თავისებური ახსნა აქვს იქიდან გამომდინარე რომ ამ საქმეებს ძალიან ხშირ შემთხვევაში მივყავართ საკმაოდ მაღალ თანამდებობის პირებამდე და ეს რომ ესე დადგინდეს და რაღაც საზოგადოება სრული სიმართლე იხილოს აქედან გამომდინარე ამიტომ ჭირდება ყველაფერს რეალურად ყველა წერტილის დასმა. და რაღაც ჩვენ თუ გვინდა რომ ვიღაცები დაიჭირონ და ტელეკამერების წინ ათქმევინონ რომ ეს ჩაიდინეს და ამით დავამთავროთ ყველაფერი და ეს კარგად გვეცოდინება რომ არ არის რეალური საქმის გახსნა, მაშინ მივალთ ისევ იმ ძველ პერიოდს დაუბრუნდებით. გასაგებია, მამ ლოპოტას საქმესთან დაკავშირებით რაც ერთმა კომენტატორმა თქვა, ამაზე ალბათ ბატონ ნიკოლოზ ცოტა უხერხულიც არის რომ ვკითხოთ, მაგრამ სვენელმა ასეთნაირად დააყენა, რატომ მიაჩნია ბატონ სოსოცისკარიშვილს რომ ეს ხელისუფლებაც არ გამოიძიებს? საერთოდ სოსოცისკარიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ცოტა არ იყოს რაღაცა ბევრ კითხვის ნიშანს ბატებს. ხა ის ადამიანი საუბრობდა იმაზე რომ მაგალითად ეხა ჯანელიძე რომელიც იქნა თავდაცვის ministros თავდაცვის მინისტრად დაინიშნა საუბრობს რომ ეს ადამიანიო იქიდან მოდის უშიშროებიდან და რაღაცაო. ეხლა ირაკლი არასანი სადმუშაობდა მის რაღაცა ძალიან დიდი სიმპათიებით რო სარგებლობს და ჯერ ერთი ეხლა ისეთი განცხადება მე რაღაცა იქ გააკეთა რომ ვიღაცები თქვათ გოიმები არიან და თვითონ რაღაცა მე ამაზე სარკაზმით იყო საუბარი თვითონ სვეტი ექსპერტი არის მე რაღაცა ესეთი რაღაცები იყო მის მე რაღაც საუბარი მიდის მის მხრიდან რაღაცა დაუსაბუთებელი იმებზე რომ აი ეხლა იცით არის შეუძლებელია ეხლა ჩვენთან სამწუხაროდ რა ხდება იცით მედია ექსპერტი საუბრობს რაღაცა სამართლებრივ საკითხებზე პოლიტიკაზე ეკონომიკაზე ყავს ესეთი ექსპერტები ერთმა მაგალითად ისეთი განცხადება გააკეთა შენ პროკურატურაში დაიბარეს და ეხლა მიხვდებით ვიზეც მაგ საუბარი და იმიტომ რომ არ იყო არგუმენტი როცა საუბარი მე ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი ვერაფერი ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეს ექსპერტებიც უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს გავხსენებთ თუნდაც ეხლა ბიძინა ივანიშვილმა როდესაც დაიბარა კი რა ყავდა იქ მიწვეული ეს ექსპერტები ვერავე ხმავერამე როდესაც ისინი რაღაცა იგი უთხრა რომ აი თქვენ აი ამაზე საუბრობთ რა გაქვთ რა არგუმენტებს ეყნობით ხა მე შემიძლია ვთქვა ჩემი შინაგანი წმენდით მე ესე ვფიქრობ მაგრამ კატეგორიულად მე ვერ ვიტყვი ისეთ რაღაცაზე ისეთ ფაქტებზე რომლებზეც არ მაქვს ინფორმაცია და არ მაქვს რეალურად ამისი კვალიფიკაცია ხა როდესაც საუბრობს ბატონი სოზორო არ გამოიძიებს რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ეხლა რა კარგად ხედავთ რომ აი ხა ვაზაგაშვილის საქმე რომელიც აი ხა ბევრი ქვეყანა ამ საქმეს ვერც გახსნა, იმიტომ აი ამ დნმ-ის მითი რა ქვია აღების შედეგად მიეცა პასუხისმგებაში ის პიროვნება იმ ძველ საქმეებზე პასუხისმგებაში არიან მიცემული სხვა ისეთი გახმაურებული საქმეები მერის ეპიზოდებზე მენაბიჯთან დაკავშირებით თვითონ ამ სასამართლომაც კი რომლის თავმჯდომარე იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ძმა კუბლაშვილი და დღევანდელი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები ყოფილი უშიშროების და პროკურატურის კადრებია ჩინჩალაძეზე და როინიშვილზე საუბრობ ამ სასამართლომაც კი ვერ გაუწია გარკვეულ წინააღმდეგობა და აღიარა რომ მართლა დანაშაული ჩაინერეს და აქედან გამომდინარე არ შეიძლება იცით ესეთი საუბარი რომ რახან შეგიწყვიტეს დაფინანსება შენ გარკვეული ფონდიდან და უკვე ეხა სხვანაირ რელსებზე საუბრობ ესეც არის ალოგიკური იცით კაიხსენეთ თუნდაც იგივე ცისკარიშვილის განცხადებები მანამდე ვიდრე მას დაფინანსება ჰქონდა მის ორგანიზაციას ექსპერტთა კლუბს და გაიხსენეთ როდესაც დაფინანსება უკვე აღარ ჰქონდა ეხა
ბევრი რამე ვიცი მე და უბრალოდ გარკვეული რაღაცა ეტიკეტი არსებობს და რაღაც ადამიანური ფაქტორი არსებობს და ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ეხა როდესაც რაღაცა პოზიციას ვერ მიღებ სამწუხაროდ ეხა ვიღაცას ეგონა ეს ბიძინა ივანიშვილი რაღაც მეწველი ძროხასავით რომ მუდმივად უნდა ყოლოდა ესეთ აფინანსება მისვლოდა და რაღაცა ფულები უნდა მიეცა ამ ადამიანს რაღაცა რეალურად გადარეცხლები და ის მომხდარიყო და როდესაც დაინახეს რომ თვალთასი არისო მე უკვე გადაატრიალეს რეალურად ფირფიტა რა და ამიტომ ეხა შეუძლებელია ეხა ესეთი რაღაცების გაგდა საზოგადოებაში სხვათა შორის ეს ყველაფერი კარგად ჩანს ეხა იცით რა არის და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ესეთი გაცხადებები თვითონ ამ ექსპერტების რეალურ იმაზე მიუთითებს რა ქვია კვალიფიკაცია ხა მე არასდროს თავს არ მივცემ ნამდვილად უფლებას რომ ეხა ეკონომიკურ საკითხებზე ვილაპარაკო და შეუძლებელია ეხა რომ სამართლებრივ ეკონომიკურ რეალურად კულტურულ და ყველა სფეროში იყოს ექსპერტი გათვითცნობიერებული ეხა თქვენ მისცემთ თავს უფლებას რომ რაღაცა ისეთ საკითხებზე ისაურო რომლის კვალიფიკაცია არ აქვს ეხლა ხო ეს ნონსენსია რაღაცა გვაქვს ჩვენი უნარჩვევები ჩვენი გამოცდილება კვალიფიკაცია რაღაც კონკრეტულ საქმეში და ეხლა ყველაფერზე ესე ხელაღებით რაღაც საუბარი რაღაც ალოგიკურობა. სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ თქვენ ახლა საუბარში ცოტა გაცხადეთ, მაგრამ ახსენეთ ეკონომიკური ექსპერტები და მე სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი არაერთგზის ყოფილა ბატონი ირაკლი ლექვინაძე, მართლა ძალიან ესეთი გაწონასწორებული, კარგი ექსპერტი და ბატონ ირაკლი ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე დაინიშნა ამ დღეებში და აქედან ჩვენი დაინიშნა უკვე მე მგონი ჯერ საუბარი მიდის. მე რამდენადაც ვიცი დაინიშნა დღეს ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგია მივესალმები სხვათა შორის მე ძალიან კარგი ექსპერტია. შესანიშნავი ახალგაზრდა, კარგი ექსპერტი, კარგი ეკონომისტია და იმედი მაქვს რომ თბილისის მერის მოადგილედ ძალიან კარგია. მე მგონი დაინიშნა, არ ვიცი ახლა მეცეთვის შემეპარა. მე ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს და არ წამიკითხავს, მართალი გითხრათ. მე არასდროს არ გამიგია ბატონი ირაკლის რაღაც შეფასებები გაეკეთებინოს, მაგალითად ისეთ საკითხებზე, რომელიც მის ცოდნას კვალიფიკაციას ცდება. აქედან გამომდინარე უბრალოდ პარალელს გავავლებ. მართლა უნდა გეთანხმებით, რომ ძალიან კარგია, რომ ესეთი კვალიფიციური კადრი თუ მოვა, მე ვიცოდი რაც კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუ დაინიშნა ძალიან კარგია ის მას ახლა საერთოდ სხვათა შორის ჩვენთან არის ესეთი სტერეოტიპი, რომ აუცილებლად ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად კარგად იყო იქ ორი მორგებული ამ კერძო სექტორს და იმ თავის გარკვეულწილად კომპანიაც და მე რამდენადაც ვიცი და უამრავ პროექტებში იყო ჩართული რომ მისთვის არც თუ ისე შეიძლება სასიამ ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი იყო მიუხედავად იმისა რომ აი ხა თანამდებობა იქ წასვლა. კი ბატონო, კი ასეთი უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იგივე ჩვენთან სტუდიაში მართლა ძალიან ბევრჯერ ყოფილა სტუმრად ამჟამად ესე იგი ის რომ არის რა ქვია ჩადის ახალ დაასწრაფეს მომივიდა ბატონი კახიშვილი კი უამრავ ძალიან ბევრჯერ მართლა ძალიან დიდი სიმპათიებით სარგებლობდა ჩვენი მსმენელების აი ამასაც ვადევნებ ჩვენ თვალყურს როგორ აღიქვა ჩვენი მსმენელი როგორი ურთიერთობა აქვს ჩვენ სტუმართან და ბატონი კახაც ყოველთვის აი როდესაც იცით აი რომ მე ვსაუბრობდი რომ ხელისუფლება გარკვეულწილად მაჯისცემა საზოგადოების აღიქვამს აი ესეც არის გარკვეული მანიშნებელი იმიტომ რომ ის ხალხი რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით პოპულარობით სარგებლობენ მის შემდგომში ისინი მიდიან ხელისუფლებაში და ლექვინაძე და კახიშვილი რომ საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით და გარკვეულწილად მათი პოზიციები ძალიან ისეთ საინტერესო იყო და მაგრამ მართლაც ეს ადამიანები პროფესიონალები იყო წავიდნენ და ისინი მაგალითად კახიშვილმა დაატყო თავისი ხელი საჯარო დასრულების სისტემას გარკვეულწულებები მიმდინარეობდა ძალიან სასიკეთო ჩვენ ძალიან პრობაციაში საჯარო დასრულების სისტემაში და მე ვფიქრობ ლექვინაძეც დაატყობს ხელს და ამიტომ ეს ძალიან კარგია რომ ხელისუფლებამ პროფესიონალის ფასი უნდა იცოდეს და ის ხალხი რომლებიც მაგალითად არ არიან ხელისუფლებაში მაგრამ შეიძლება რომ გამოაქვს ხელისუფლებას ნამდვილად უნდა ამ ხალხზე ხაში ბევრმა შეიძლება შავი შეიკავოს იყოს რაღაც მოთხოვნები რომ ამათ გადაინაცვლონ სახელმწიფო სტრუქტურებში მაგრამ ამ ადამიანებმა მორთქვა მაგრამ თუ იქნება ეს თანხმობა ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება ამ ურთიერთთანამშრომლობაზე კარგი იქნება ეს ყველაფერი კი ბატონო, დროთანთან გვეწურება ბატონო ნიკოლოზ, ვინაიდან მაინც ჩვენ ძირითადად მოგვიწია რაღაცა სამართლებრივ ჩარჩოებთან თქვენ იურისტი ხართ, რომელსაც ჩვენ ვიცით და ბუნებრივია ამ თემებზე მოგიწიათ თავარი კომენტარების გაკეთება. მოდით ერთგვარი პროგნოზის მინდა გთხოვოთ. დღეს 9 მარტია
და უახლოეს პერიოდში რაღაც აქციას გეგმავს ნაციონალური მოძრაობა. ზოგადად ამ მოკლე პერიოდში, მოკლევადიანი პროგნოზი როგორ განვითარდება მოვლენები, რასელი თქვენ? აი ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ აი გარკვეული ცვლილებების სახეზეა ერთ-ერთი მანიშნებელია ის, რომ მაგალითად ის აქცია, რომელიც წინა აქცია ჩაატარეს, მათ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაატარდა, პოლიცია იცავდა დემონსტრანტებს, ის მათი გადაადგილებები უზრუნველყოფილი იყო და ეხაც ასე იქნება. ყველას, ვინც არ უნდა მიუღებელი იყოს, უფლება აქვს ჩაატაროს დემონსტრაცია, აქცია და გამოხატოს თავისინება, მაგრამ იცით რა, ძალა, რომელიც ადამიანის უფლებებზე, საერთოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობს და ეს ძალა არის შემოქმედი 28,000 ფაილის შექმნისა პირადი ცხოვრებისა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს გვადევნებდნენ თვალყურს და ესეთი რამე სადმე ნებისმიერ ქვეყანაში რომ მოხდარიყო, აუცილებლად ეს პოლიტიკური პარტია გაუქმდებოდა. თქვენ კარგად გაიხსენეთ, კომუნისტური პარტია გაუქმდა, ხო? და ამ პარტიამ, რომელმაც ესეთი ძალადობა განახორციელა, არ აქვს მორალური უფლება იყოს პოლიტიკურ ავანსცენაზე. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არსებობს, სადაც წერია, რომ პარტია, რომელიც ახორციელებს ძალადობას, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ის პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით შესაძლოა გაუქმდეს. ჩვენ თუ სახელმწიფო ნება იქნება, სავსები შესაძლებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა გაუქმდეს. და ამისთვის რა არის საჭირო? თუ მისი პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ იქნება გამოტანილი გამამტყულებელი განაჩენები, ჩვენ ამ განაჩენებით შეგვიძლია წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და მოვახდინოთ ამ პარტიის გაუქმება. იმ ძალისა, რომელიც აი ამ ხელისუფლების ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიოდა, ძალადობას ახორციელებდა და ქვეყანას ამ პრობლემებს უქმნიდა და ეს ხომ ფაქტია და უდავოა. ბოლოს და ბოლოს მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია, რომ ეს ხალხი 21 მარტს საუბრობს რაღაცა აი ამ ღირებულებებზე, რომლების ღირებულებების ისინი რეალურად წინააღმდეგი იყვნენ და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ძალამ საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება მოუტანა. მე ვფიქრობ და აქედან გამომდინარე, ქართულ კაცს ყოველთვის ეყოფა გონიერება. მე მაგალითად ვიზიარებ იმას, რაღაც შეიძლება პრობლემები არსებობს, მაგრამ აი ამ ძალას, რომელსაც რეალურად აი ამაზე მოთხოვნილება აქვს, მე ვფიქრობ, რომ აი ამ მათ აქციაზე საზოგადოება არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ეს არის გაკოტრებული ძალა და ამ ძალის მიმართ უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელზეც მე ვთქვი, რომ უნდა გაუქმდეს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომუნისტურ პარტიას იმდენი რაღაც გარკვეული დადებითი ხა მე შეიძლება ვიღაცამ თქვას კომუნისტებზე ის აქვს ნოსტალგია, მაგრამ ნამდვილად ბევრი რამე კარგი გააკეთა ამ ორგანიზმით, იმიტომ რომ მაშინ ეს სისტემა იყო და ამ ხალხმა ცუდის მეტი არაფერი არ გაუკეთება. დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მოახდინა ხელყოფა ბიზნესისა, ადამიანის უფლებებისა და ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, უნდა გამოტანილი იქნას გადაწყვეტილება ამ ძალის მიმართ. ამ ძალის მიმართ თუ არ იქნა რაიმე ესეთ გადაწყვეტილება გამოტანილი, რასაც თქვენ ბრძანეთ ბატონ ნიკოლოზ და თუ არ იქნა ასე პარტია თუ არ გაუქმდა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოება, ხალხი მართლა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენმა საზოგადოებამ და ბოლოს და ბოლოს ვიცით სად როგორ რა დასკვნა უნდა გივი თარგამაძე, რომელიც სულს ამოხდითო ეუნებოდა საზოგადოებას, თუ კი გამოხვალთ ქუჩაშიო. აი ხა ეს ადამიანი რა როგორ შეიძლება საუბრობდეს რაღაცა მედიის რაღაცა იმაზე რა ვქო თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, თქვენი კოლეგების რა გაუკეთეს შეუვარდნენ და ორსული ქალებს იცემეს და დაარბიეს ტელევიზია და უამრავი კიდე სხვა ტელევიზია და სხვა გამოცემა და ამიტომ უხერხულია უბრალოდ ხა არ ვიცი ხა მე აი მორალთან საკმაოდ წყლათ არიან ეს ადამიანები და ამიტომ მე ვფიქრობ რომ მათ საერთოდ ის ძალა რომელიც 40%-იც არის კიდე პარლამენტში ეს არის გაყალბებული 40%. ამიტომ მე ხა რომ ჩატარდეს რიგარეში არჩევნები და მე ვფიქრობ რომ ჩატარდეს ეს ხალხი აი რაღაცა 10-12% ვერ მიიღებს და ეს ნუ არ იქნება რაღაცა ისეთი გარდამტეხი და პერკეტებიც აღარ ექნებათ როგორც ახლა აქვს მაგალითად. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ხალხი არის დამნაშავე ძალის წარმომადგენლები და მათ თუ უნდათ რაღაცა პოლიტიკური გარკვეულწილად მოღვაწეობა შეუძლიათ გადანაწილდნენ არ ახალი პარტია, მაგრამ ეს არის დამნაშავე ძალა და უნდა გაემიჯნონ ამით. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ. უფლება დამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ბატონ ნიკოლოზ მჟავანაძე სტუმრობდა ღია სტუდიას. მადლობას მოგასცემთ ბატონ ნიკოლოზ და თქვენთან ერთად მადლობას ვეუბნებით ჩვენს მსმენელებს, რომლებმაც დაგვირეკეს საინტერესო კითხვები დაგვიშვეს, ვინც ვერ დაგვირეკა და გვისმენა, მათაც თქვენ მადლობა ესეთი საინტერესო ეთერისთვის დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის სახელითაც, რომელიც ასეთი გახლდათ: ლია წიგლაური, ნათია არველაძე, ლელა ბაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოგოშვილი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ხვალ ღია სტუდია კვლავ იქნება ეთერში.
Energia Studia.